ღმერთმა დაგლოცოთ ძალა მოგცეთ სულიერი იმისაც რომ გადალახოთ ბრძოლები ხილული და განსაკუთრებით უხილავი. ძალიან ბევრი წუხს, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ გამოთქვამს შინაგან ასე ვთქვათ ბრძოლებზე წუხილს იმისა რომ დისკომფორტი აქვს, შინაგანი ბრძოლები აქვს. გამოთქვამს ბევრი წუხილს იმაზე რომ დეპრესია აქვს, შინაგანი ასე ვთქვათ სულიერი ჟანგბადის უკმარისობა, ესე სიმბოლურად რომ ვთქვათ. თითქოს გაორებულია, თითქოს გზაჯვარედინზე დგას, არ იქნა და ვერ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. მუდმივი ასე ვთქვათ შფოთისა და შიშის, განგაშის, არასტაბილურობის, კრიზისის შეგრძნება და მოლოდინი აქვს სულ. ეს შეუძლებელია ესე რომ იყოს ადამიანი და თან ქრისტიანულად იცხოვროს. ესე არ უნდა იყოს. ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებს. რაღაცას არასშვება ისე როგორც უნდა აკეთებდეს ისე. არ იცავს რაღაცას და არ მოცულობს სწორად მოკლედ და უნდა წესიერად და ნახვა სულიერის. მისი სულიერობის ნახვა არის წაწირო წესიერად მოზღვრის მიერ. ესე იგი რაღაცას ისე არ აკეთებს და არ იქცევა ისე როგორც უნდა იქცევდეს. ამას უნდა ჩაღრმავება სულიერი. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოსწორებადია თუ ადამიანი მოინანიებს. სულიერი მდგომარეობა ძალიან ფაქიზია. ბრძოლები იქნება და უნდა იყოს. ეხლა აბა როგორ უნდა ადამიანს რომ ესე უბრძოლველად სულიერი კომფორტით მიიღოს მარხვის დროს განსაკუთრებით უბრძოლველად მიიღოს მადლი. ესე სად არის? ეს ყოველთვის იქნება და განსაკვირია რო არ იყოს, ეს უნდა იყოს. ბრძოლა რო არ იყოს, ის არის საშიში, ესე იგი სულიერი სტაგნაცია და გაიყინე სულიერი. ბრძოლა რო არის, ეს ნიშანია იმისა, რომ ეს განცდა ბრძოლისა, ნიშანია იმისა, რომ შენ ღმერთს ახსოვხარ, ღმერთს ყველა ახსოვს და განსაკუთრებით ახსოვხარ, რომ შენ როგორც მადლის მიღების კანდიდატი კიდევ უფრო მეტი მადლი უნდა მიიღო. და რადგანაც უნდა მიიღო, გამწმენდელ ტკივილ ბრძოლებს გადიხარ. მადლობა უნდა შეწირო ღმერთს. დაიმორჩილო შენი თავი მოთოკო, უფალს დაიმდაბლო ღვთის წინაშე თავი. გამოასწორო, აღიარო დამარცხება, შეცდომა, მოინანიო, გამოასწორო, ამაში არაფერი არის. არც ცუდი და არც ცუდი ტონი სულეთაც არ არის ეს. შენი დამარცხება აღიარო და შენი შეცდომა, რა მოხდა მერე, ვინ არის შეუცდომელი და დაუმარცხებელი? პერფექციონიზმს ვინ გეუბნება მიხევიო და დაუმარცხებელი ქანდაკებასავით დიდეკი ერთ მდგომარეობაში სულ და მარტო ტვერსა და იმას გიფერთხავდნენ გარშემო, გიწმინდავდნენ ჭუჭხს. სად არის ესე? და გიპრიალებდნენ შესამოსელს. ეცადო უნდა რომ რა თქმა უნდა ყველაფერის გამოსწორება შეიძლება და ზუსტად ეს არის აზრი ამ სულიერი ბრძოლისა, რომ თანდათანობით ნელ-ნელა მცირედ გამოასწოროთ წავიდეთ წინ. რა თქმა უნდა მიზეზები ამისა ბევრია. ჩვენი ჩადენილი ცოდვები, მოუნანიებელი ცოდვები, ისე როგორც ვამბობ, არ ვაკეთებთ რაღაცას, რასაც უნდა სწორად და მართლად ვაკეთებდეთ. რა თქმა უნდა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნეგატივი გარედანაც შემოდის, უამრავი, უხილავი ნეგატივი, ფსიქიური ენერგია, რომელსაც ადამიანები არასწორად იყენებენ, აზრის ენერგია, გარშემო ანთროპული ქსოვილი დაზიანებულია. თითქმის ჯოჯოხეთის პროექციის მიღწევის მცდელობაა დედამიწაზე, რომ ჯოჯოხეთის პროექცია გახდეს, ანკლავი გახდეს, სადაც ღვთის კანონები არ იმოქმედებენ. ყველგან შავი და კუპრი ენერგიები და ემისარები იყოს, მაგრამ ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ღვთისკვნილებაა დედამიწა და ღვთისკვნილებაში, სადაც ღვთის სივრცე და დრო მოქმედებს კნული ყოველივე, არ არის ადგილი, სადაც ღმერთი არ იყოს და მისი კანონები არ მოქმედებდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, ბოროტება რომ მცირე ინტერვალზე არსებობს, მოქმედებს და ზოგჯერ საკმაოდ ეფექტურად და ილუზია იქნება იმისა, რომ გაიმარჯვა ბოროტება. რა თქმა უნდა, ეს ილუზია, იმიტომ რომ ღმერთი შეუგინებელი ვერ იქნება, ღმერთი დაუმარცხებელი ვერ არის, არ არსებობს. მაგრამ ბრძოლა იქნება და უნდა იყოს. ხან ენერგია შემოდის გარედან უარყოფითი ადამიანთა მიერ, არასწორი არჩევანი მათი, არასწორი სურვილები, არასწორი ემოციები, აფექტები, ენერგიები, სულიერი ბოღმა, შური, სიძულვილი, ყოველნაირი გამრუდებული, ასე ვთქვათ, მენტალი, გამრუდებული ემოციონალური ქსოვილი, ეს ყველაფერი მოქმედებს.
ასევე მიზანმიმართული შეიძლება იყოს ოკულტურის ზემოქმედება, გათვალვა, ჯადოსნური ქმედება, ოკულტურის ზემოქმედება, ენვოლტირება, რასაც ქვია. რაც შეიძლება გამორიცხული იყოს, არ იყოს გამორიცხული ადამიანისადმი ზიანის მიყენება ფსიქიურად, რომელიც ასევე თუ რაღაცა მიზანმიმართული მტერი ყავს, ან შეუძლია ასეთი საქმეებით სხვას მიმართოს სპეციალისტს, რომელიც ამას აღასრულებს. რა თქმა უნდა, ძველად რო იყო იმასთან შედარებით დღევანდელი ვთქვათ სპეციალისტები, როგორც საბავშვო ბაღია, ძველად რო იყო პირველ საუკუნეებში. კვიპრიანე და იუსტინე გავიხსენოთ, მაშინ რა იყო? და მაშინ ქრისტეს სახელით ნახეთ რაც მოხდა, ხო? აღარ მოყვები კვიპრიანეს იუსტინეს ცხოვრებას. დღეს მით უმეტეს, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ისეთი დონის სპეციალისტები აღარ არის, თუმცა კი მაინც შეუძლიათ საკმაოდ დიდი ფსიქიური ნეგატივის შემოგდება და დესტრუქციის შემოგდება ადამიანის სულიერ ქსოვილში, რომელიც შემდეგ როგორც ავთვისებიანი სიმსივნეს ჩლის ადამიანის სულიერ ცენტრებს, მათ აყენებს ზიანს, მათ სულიერად აზიანებს და ამავე დროს ვლინდება შემდეგ ეს ხილულ უძლურებებში, სხვადასხვა ტიპის აღარ ჩამოთვლი. ფსიქიურშიც და რა თქმა უნდა ხილულ კიდევ სხეულებრივ უძლურებებში. ვლინდება, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ უნდა არა სიმპტომები განკურნოთ, არა ფენომენები დაავადების, არამედ დიაგნოზი უნდა დავსვათ და თვითონ დაავადება, თვითონ სულიერი პრინციპი რა უშლის ხელს, სად არის დაბუდებული ის დესტრუქციული ასე ვთქვათ კვანძი, სად არის გაკეთებული. აი ეს უნდა ლახვით იქნება ეს თუ დალოცით, თუ სინანულით, თუ ჩვენი ღვთისადმი შევედრებით მთელი ჩვენი არსებისა, მსხვერპლის გაღებით, პროექტში მონანული გული აქვს მსხვერპლი, დახმარებითაც, რატომაც არა, შეიძლება მოწყალების გაღებაც აცილებს ნეგატივს. ამითი თვითონ პრინციპი დაავადებისა იქნეს განკურნებული და შემდეგ უკვე ეს შედეგსაც გამოიღებს თანდათანობით. მაგრამ რაც შეეხება ისე რომ ღვთისმადლი მოვიდე და სრულიად უბრძოლველად კომფორტში და უმყივნეულოდ იყოს ესე არ გამოვა. არ გულისხმობს ღვთისმადლის მიღება, არ გულისხმობს იხარებდე ამასოფელში დროს ატარებდე და შემდეგ იქაც დარეზერვებული კონდეს ნომერი სასუფეველში. შეთობას ვითხოვ ესეთ შედარებას. არ არის ესე, არ გამოდის. სახარებას გადავხედო, ცხრანეტარებას გადავხედო და ასე შემდეგ. ვერ იქნები ესე დალხინებული და კომფორტში აქ. იმიტომ რომ ბრძოლა გექნება თუ მადლი გინდა მიიღო. თუ არ გინდა მადლი მიიღო, უკვე წაგებული გაქვს ბრძოლა, მაშინ უკვე გაქვს წაგებული აპრიორულად. ვიმეორებ რომ გვიხმობს სულ ზეცა. ზეცის ხმისადმი უნდა გქონდეს ყური მიპყრობილი, ზეცის ხმისადმი. ვინც თავს გზნობს მოწყვეტილი ამ არხისაგან, ქრისტეს არხისგან, რომელიც გარდა მოდის ქრისტეს მადლი, უბრალოდ თვალები ამოვიწმინდოთ, ამ ცოდვის კატარახტა მოვიშოროთ. განვიწმინდოთ ჩვენი ორგანოები შემეცნებს და დავინახავთ ამ არხს, ამ ღია სასუფეველს, სადაც ანგელოზები დიადიან და ჩამოდიან და მათ შორის ჩვენი მფარველი ანგელოზი. გვაწვდის ყველაფერს, ხელს გვიჩველის, აგვიპყრობს ხელს, გვეხმარება. და ყველა ასე ვთქვათ, არა ვარ ჩვენ მიგდებული და მიუსაფარი სადღაც ეგზისტენციალისტები რო ამბობენ ისე მიგდებულ, შეგდებულ, მიტოვებულ, დაქოქილ სამყაროში დეისტების მიხედვით. არა, ჩვენ ვართ ქრისტიანს ჩვენ შორის და არც დაიყოს ვამბობ, ჩვენ ვართ ღვთისმხმულ სამყაროში, სადაც განკაცდა ღმერთი და არა ვაკუუმში ვიმყოფებით სიცარიელეში და რაღაც სიცარიელეს ვევედრებით. ნუ იქნება ესე. ყველაზე დიდი დამამტკიცებელი საბუთი ღვთისა არის ის კი არა რომ ეს დებულებები და ასე შემდეგ და ასე ისინის დამამტკიცებელია, როგორც აპოფატური, კატაფატური ღვთისმეტყველება. ყველაზე დიდი დამამტკიცებელი ღვთისა არის ის, რომ იგი უბრალოდ არსებობს. და უბრალოდ იგი არის ღმერთი ქრისტე, რომელიც მოვიდა ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის და მოგცა არა სიცარიელისადმი ვედრების შანსი, არამედ თვითონ მოსული ჩვენს შორის არის, ჩვენშიც არის, ჩვენს გულში არის და ზიარებით მის სისხლსა და ხორცსაც ვიღებთ. ამიტომ ჩვენ ვევედრებით განკაცებულ მოსულ ისტორიულ დროში შემოსულ ღმერთს, რომელიც მოვიდა ჯვარცეცვა აღდგა და ზეცა დამაღდა და სულიწმინდა გარდამოავლინა. მესამე ჰიპოსტასი საკუთარი თავისვე. ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასი. მამა, ძე და სულიწმინდა. სადაც ძე არის, იქ არის მამა და სულიწმინდა, სადაც სულიწმინდა იქ არის მამა და ძე და სადაც მამა არის, იქ არის ძე და სულიწმინდა. ერთი ღმერთი სამგვამოვანი. და ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამას და უყურებთ ამ სასწაულს,
თუ ვერ ხედავთ ეს ჩვენი სულიერი სიბრმავისა და სიყრუის და შეუგზნობლობის, გულგაქვავებულობის, ჩვენი სულიერი ორგანოების, შემეცნების ორგანოების სიმკვდარისაკენ მიდრეკილებაა. რომ გამოვაცოცხლოთ, არ შეიძლება ლატენტურ ჩამკვდარ მდგომარეობაში იყოს, ჩანასახვა რუდიმენტად იქცეს. ეს საოცარი ხატება, რომელიც ღმერთმა მოგცა, იმისაც რომ მსგავსებად ვაქციოთ. და ეს ყველაფერი უხილავია, მაგრამ სარწმუნოებაში წინსვლის პირდაპირ პროპორციულად ხდება ხილული. მერწმუნეთ, ხილული ხდება. და მოდით აი ამას დაუთმოთ ამ მომავალ მარხვაშიც ყურადღება. სწორედ ეს მინდა რომ დავაბალანსიროთ, გავაწონასწოროთ ჩვენი სულიერი ძალები. ვიმეორებ, არ არის ადვილი, ძალიან ბევრი ბრძოლაა და იქნება კიდევ, მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ ადამიანი აგზელებს, დაეცა, წამოდგა, გააგზელა, დაეცა, წამოდგა, კიდევ გააგზელა და ასე შემდეგ. არანაირი დაწოლა ცოდვისადმი და საკუთარი თავის შეცოდების რაღაცა მწირ გზნობაში არ უნდა ჩავარდეს ადამიანი. არ უნდა საკუთარი თავის შეცოდება. არავინ არ ახარ საწოდავი. დაიმდაბლე, გაისაწოდავე და გაიუბედურ, გაიღატაკე თავი არ არის თქვა. დაიმდაბლეო, დაიმცირე და დაიკლინეო, არცად არ წერია. და შენი თავი მარტო გაუბედურებულის განცდა იყოს შენი სულიერობის ნიშანი. ეს სულაც არ წერია არცად. დამდაბლება ეს დიდი სულიერი სიმდიდრე და კულტურაა. რაც სულიერ ამაღლებას ნიშნავს, ვინც დამდაბლდება. მას ღმერთი აღამაღლებს, რა იმაზეა ლაპარაკი, დაკნინებაზეა ლაპარაკი. გავაგრძელოთ რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერ უნდა ავდგეთ და სიცოცხლის მომცემელ ღმერთს, ქრისტეს უნდა ვევედროთ მას, რომ ჩვენში ეს დესტრუქციული ყდომის განხსნელი პროცესები არ განვითარდეს. დროზე თუ უშველი, ყველა გზა ხსნილი იქნება. დროზე უნდა შველა. სანამ მცირე არის განსაცდელი, მაშინვე უნდა დაფიქსირება და აღიარება და შენდობის თხოვნა და იქვე ლოცვის საკითხვა და ზიარება, რომ მოგიხსნას ეს და უფლის ხელმა გაგამთლიანოს, აი ესეთი, გადაგისვას თავზე ხელი და ჯვარი გადაგსახოს. უფლის კურთხევა მიიღო და უხილავი კურთხევით ხილულად განიწმინდო და კარგად გახდე. აი ეს არის. თორემ არ შეიძლება დაუსრულებლად ერთი და იგივე ლაბირინთში წრეზე ტრიალებდეს ადამიანი. ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ეს ქვავდეს ღვარდს, როგორც ჩოჩორი, რომელსაც აწარებენ წრეზე და გონია რომ სადღაც მიდის და ტექნიკურად ადგილზე დგას. მოვითმინოთ, ვილოცოთ, გავმხნევდეთ მარხვის წინ და მარხვაშიც და სწორი მართალი აზროვნებით, სწორი და მართალი დამოკიდებულებით, მართალი ცნობიერებით, სწორი და მართალი ცნობიერებით, მართალი და სწორი მეტყველებით, მართალი და სწორი არჩევანის გაკეთებით, თავისუფალი ნების სწორად და წაღმა გამოყენებით საქმეებში ჩვენში ეს ვლინდება, აუცილებლად გზა გაიხსნება და გზა ხსნილია ესედაც და ვერავინ ვერ ჩაკეტავს ღვთის გახსნილს. ჩვენ თვითონ ვეცადოთ რომ არ დავჭეთ ამ გახსნილ გზაზე, სწორ და ღია კარებში და სწორ გზაზე, გათელილ და გაყვაულ გზაზე თავპერი ღია კარებში და გაწმენდილ გზაზე თავპერი არ დავემტიროთ და უაზროდ არ წავიქცეთ. და თუ წავიქცევთ, აუცილებლად უნდა ავდგეთ. დაზღვეული არავინ არ არის. ამიტომ ვეცადოთ და მცდელობა უკვე სათნოებაა, რომ ის რაც შეუძლებელია ჩვენთვის, გვახსოვდეს რომ შესაძლებელია უფლისათვის. ამიტომ ვევედროთ ლოცვაც ეს არის მათ, რომ რაც მე არ შემიძლია, შემაძლებინე ღმერთო და გააკეთ უფალი მეკითხებია როგორ იქნება აი მეშველება, იქ იქნები კარგად, იქნება ეს ყველა ჯანმრთელობა კარგად, ცხოვრება როგორ წავა ჩემი და ასე შემდეგ. მე გულთმისანი არ ვარ, მაგრამ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, იმედს გამოვთქვა, ღვთის იმედი, ღვთის წყალობით სასოე, იმედს გამოვთქვა, სასოება განხტობილი იმედია, ხო, რომელიც უკვე ზეციურ ძალას იძლევა. რომ ყველაფერი იქნება ისე და აუცილებლად იქნება ისე და ზუსტად ის არის შენთვის ყველაზე კარგი, როგორც უნდა ზეცას. და იხავ ნება შენი, ვითარცაც ათაშინა, ჩემი კი არა, შენი ნება, ვითარცაც ათაშინა, ეგრეც ქვეყანასა ზედა. და აი ეს არის შენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი და ვერსია და არჩევანი, რასაც უფალი
გეუბნება და გიძღვნის შენი გულწრფელი ლოცვის შედეგად ოღონდ უნდა ილოცო ითხოვდე და მოგეცეთ თქვენო ილოცეთ და მოგეცეთ ეძებდეთ და იპოვით და ასე შემდეგ ხო ამიტომ ლოცავთ და ხნედ იყავით გაძლიერდით მარხვის წინაც მარხვაშიც და მარხვის მერეს რა თქმა უნდა გავაგზავნოთ ღვთისმსხალობით ლოცვა ვედრება მადლობს ჩვენს იესო ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ